ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი აკეთებს მედიასთან კომენტარს, პირდაპირ ეთერში ვრთავთ ირაკლი კობახიძეს. ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი იმართება, რომელიც წყლის სისტემების მართვას ეძღვნება. კომპანია აკვალი არის პარტნიორი, ორგანიზატორი, Georgian Water and Power-ი, მადლობა და გადავხადო მათ და ყავს საერთაშორისო უცხოელი სტუმრები. მათი მონაწილეობაც არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ იცით, რომ ძალიან დიდი ინვესტიციები იდება საქართველოში წყლის სისტემების განვითარებისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით არის დაგეგმილი შემდეგ წლებში ძალიან მასშტაბური ინვესტიციები, პროექტები, აჯერ არის საშუალო წლიური ინვესტიციის მაჩვენებელი გაზრდილი სახელმწიფოს მხრიდან წყლის სისტემების მიმართულებით, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება აქტიური მუშაობა. საბოლოო მიზანია, რომ 24 საათიანი წყალმომარაგება, მაღალი ხარისხის წყლით მომარაგება იყოს უზრუნველყოფილი ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის და ეს პროგრამა სათანადო განხორციელდება. დებატები ზოგადად გუშინდელმა მოცემულობამ ხმარაა ჩვენ ამ მიმართულებით რა გამოწვევის წინაშე არის დღესდღეობით სუპერმარკეტები ფასების რეგულირების საკითხზე როგორი არის იგივე თემაზე როცა თუ ამბობს მათ შორის თქვენ თავის ტრანსპორტირებული ბატარეები რომ ერთი მარკეტი ერთი უბანი ერთი მარკეტი ანუ ამ შემთხვევაში ხო უნდა შევამციროთ მარკეტების რაოდენობა და ეს ფასად შეამცირებს ასე ვიგოთ დასაქმებულების კომპონენტის ადმინის საკმაოდ გუშინ პირველად ახსენეთ რომ შეიძლება გარკვეული რეგულატორი და მიწოდების ქსელის შექმნა სახელმწიფომ ანუ ეს რომელი ქვეყნის პრაქტიკა არის და რა შემთხვევაში გადაწყოთ რა მიწოდების ქსელზე არის საუბარი ზოგადად დისკუსია მე მგონი საინტერესოდ წარიმართა იმედია რომ საზოგადოებამ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღო მასთან დაკავშირებით როგორ წარმოიქმნება ფასები, სურსათის ფასები ჩვენს ქვეყანაში და ჩვენთვის თავარია რომ საბოლოო ჯამში პრობლემის გადაწყვეტის გზები ერთად გამოვნახოთ, ეს უნდა გამოვნახოთ ბიზნესთან ერთად, ჩვენ ერთად უნდა გამოვინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ბუნებრივია გაგრძელდება პირველ რიგში ბიზნესთან კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება კონკრეტულ ზომებს, რაც შეიძლება იყოს მიღებული, ბუნებრივია ჩვენი მხრიდან რთული იქნება გარკვეული რეგულაციების დაწესება უშუალოდ მარკეტების რაოდენობასთან დაკავშირებით, თუმცა ასეთი პრაქტიკაც არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ალბათ რთული იქნება დღევანდელ ეტაპზე ასეთი რეგულაციების შემოღება. რაც შეეხება ფასების გრძელვადიან რეგულაციას და ალტერნატიული ქსელის განვითარებას, ეს არის მიღებული პრაქტიკა სხვადასხვა სექტორში. ჩვენ შევისწავლით შესაბამის საერთაშორისო პრაქტიკას და თუ მივიჩნევთ, რომ ეს არის კარგი საშუალება საქართველოში გრძელვადიან პერსპექტივაში ფასების რეგულირებისთვის, რატომაც არა, ბუნებრივია ამ ზომასაც მიმართ. შეერთებული შტატების ლიდერებისგან მოვისმინეთ საკმაოდ პოზიტიური გზავნილები და დაახლოებით რა პერიოდში შეიძლება მოიაზრებოდეს ურთიერთობების გადაწყვეტა, როდის უნდა არსებითად არის ეს დამოკიდებული ამერიკულ მხარეზე, ჩვენი მხრიდან ხელი არის გაწვდილი, ჩვენი სრული ღიაობა არის გამოხატული ურთიერთობების გადაწყვეტასთან დაკავშირებით, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რა თქმა უნდა, ეს ბოლოდროინდელი გზავნილები, რაც ისმის ამერიკული მხრიდან განგვაწყობს ჩვენ ოპტიმისტურად და დავალოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენი სურვილია აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა დავალოდებით ამერიკული მხარის ნაბიჯებს მიმართულებით. გუშინ თლიანობაში 8 მონაწილე ვიყავით ამ დებატებში და 8-დან 7-მა გამოავლინა მაღალი კულტურა, რაც არის მნიშვნელოვანი არა მარტო იმისათვის, რომ ჯანსაღი ფორმით წარიმართოს დისკუსიები, არამედ იმისთვისაც, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში დეპოლარიზაციას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ჯანსაღი დისკუსიები არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ურთიერთობები, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ურთიერთობები. გუშინ 8 მონაწილიდან 7 აქეთკენ იყო მიმართული, ეს ეხება როგორც პოლიტიკოსებს, ისე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს. იყო ერთი ამოვარდნა, თუმცა საზოგადოებამ ეს ყველაფერი თავის თვალით იხილა და საკუთარ შეფასებებს ამასთან დაკავშირებით გააკეთეს.
საქართველოს მიმართებაში უსამართლო კრიტიკა მათ შორის მშვიდობის პოლიტიკის გამო პროგრესების დამყარება ხელისუფლებისათვის. ნუ გასაგები აქაც არის ორმაგი სტანდარტები, რასაც ავლენს ევროპული ბიუროკრატია, დაიწყეს ღია საუბარი რუსეთთან პირდაპირ დიალოგის აუცილებლობაზე, მაშინ როდესაც დღემდე საქართველოსთან არ აქვთ აღდგენილი პირდაპირ დიალოგი იმ საბაბით, რომ ჭყალებში საქართველო არის პრორუსული თუ რუსული ხელისუფლების მქონე ქვეყანა. ხო, ხედავთ სადამდე არის დაცემული ეს სტანდარტები ევროპულ ბიუროკრატიაში. ნუ ნახოთ, იმედი გვაქვს, რომ რუსეთთან პირდაპირ დიალოგის აღდგენის შემდეგ საქართველოსთანაც მოახერხებენ პირდაპირ დიალოგის იმის გამო რომ მან დანიშნა ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩი რომელიც ემსტეიტის ფაილებში ფიგურირებდა. მუდმივად გვესმის კრიტიკა მათ შორის ბრიტანეთის მხრიდან. ახლა ადგილობრივების და ზოგადად მოსახლეობის პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაგენებასაც. როგორი არის ეს პოზიცია ამ შემთხვევაში თქვენი ამ ჩვენ სხვა ქვეყნის საქმეებში არ ჩავერევით. მათი გადასაწყვეტია როგორი იქნება შესაბამის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბედი, ხო? ჩვენ ვერ ჩავერევით სხვა ქვეყნის საქმეებში, რაც არ უნდა კონტექსტი გქონდეს შესაბამის, ასე ვთქვათ, მოცემულობას. განათლების რეფორმაზე გკითხავთ, ორი უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თქვენი გადაწყვეტილებით, რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება და რას მოუტანს ის მოცემულობა სტუდენტებს და უნივერსიტეტს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება მხოლოდ ტექნიკური მიმართულებით? აქაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჯანსაღი დისკუსია, რაც შედგა გუშინ აკადემიურ პერსონალთან, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან. ჩვენ მოусმინეთ მათ და გავითვალისწინეთ მათი ინტერესები, მათი პოზიციები, მათი არგუმენტები მივიღეთ ამ ხედველობაში და საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელზეც ყველა ერთად შევჯერდით ჩვენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში ტექნიკური დისციპლინები განვითარდეს თვისებრივად. დღეს გვაქვს სერიოზული ხარვესები ამ მიმართულებით, ისე როგორც ნებისმიერი სხვა მიმართულებით. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ დისციპლინებს, საინჟინრო ტექნიკურ მიმართულებას. ჩვენ გვაქვს გამოწვევები, როგორც სახელმწიფო სექტორს, ისე კერძო სექტორს, სხვადასხვა მიმართულებით ჭირდება კადრები, ჭირდება სამუშაო ძალა, ეს ეხება მშენებლებს, ინჟინერებს, არქიტექტორებს და შემდეგ. ჩვენ უნდა გავამდიდროთ ჩვენი ქვეყნის რესურსი ამ მიმართულებით. ამისათვის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რესურსების გაძლიერებას. სიღარიბის შემცირებაზე პირველ რიგში გავლენას ახდენს ეკონომიკური ზრდა. და ჩვენ შარშანაც შევძელით ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, შარშანდელი მონაცემებით 7.9% იყო ეკონომიკური ზრდა და ასეთ პირობებში ბუნებრივია მცირდება სიღარიბე. თქვენ იცით, რომ 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30%, ეს ნიშნავს იმას, რომ 1,100,000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა 2012 წელს სიღარიბის ხوارს მიღმა. ახლა ეს მაჩვენებელი 2024 წლის მონაცემებით არის 9.4%, ველოდებით 2025 წლის მაჩვენებელს. ვფიქრობთ, რომ შემცირებული იქნება საერთო, ასე ვთქვათ, კრიტერიუმების მიხედვით სიღარიბის მაჩვენებელი და ჩვენი მთავარი ამოცანაა სიღარიბის თლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში. და ვფიქრობთ, რომ ამისათვის დაგჭირდება რამდენიმე წელიწადი იმ ტემპების გათვალისწინებით, რაც გვაქვს ეკონომიკური ზრდის ინდექსი საბოტაჟის საქმეზე რასაც პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას და სასამართლო პროცესი არის პროკურატურა. ეს არის რეალურად პროკურატურის საქმე. მე ვფიქრობ, რომ გამოძიება სათანადოდ იქნება ბოლომდე მიყვანილი, სადაც არის დანაშაული, იქ უნდა იყოს საშელიც, სამართლის უზენაესობა ამ ქვეყანაში უნდა იყოს დაცული, ეს არის ჩემი ზოგადი პოზიცია. მიზანი ცხადია რაც იყო, მიზანი იყო სახელმწიფო სისტემის შერყევა, თუმცა ამ მიზანს მათ ვერ მიაღწიეს, მაგრამ ცდილობაც უკვე არის დარჩენილი. კიდევ ერთი ინდექსება დეპოლარიზაციაზე მინდა გითხოთ, როცა საუბრობთ, უკვე დიდი ხანია რომ საზოგადოება გახლეჩილია, რომ
გაერთიანება გინდა და პოლარიზაციის შემცირება, რას აკეთებთ ამისთვის, ან ზოგადად როგორ წარმოგიდგენიათ, იმიტომ რომ მაგალითად დღეს არის ოპოზიციონერი ლიდერების სასამართლო პროცესი, თითქმის ოპოზიციაში პრაქტიკულად მთელი პოლიტიკური კლასი ახლა არის ბრალდებული, ციხეში არიან ადამიანები შარშანდელი მოვლენების შემდეგ და მათი მშობლები დგანან ქუჩაში. პოლარიზაციის შემცირება თქვენი მხოლოდ სიტყვებია თუ მხოლოდ დებატებზე დაჯდომა არის თქვენი მხრიდან დეპოლარიზაციის მცდელობა? თვითონ სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა არის დეპოლარიზაციის აუცილებელი პირობა, ეს ერთი. და კონკრეტული ადამიანები, როდესაც იხდიან სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვის, ესეც არის დეპოლარიზაციისკენ მიმავალი გზა. თქვენ გახსოვთ, იყო ჩვენთან შემთხვევები, როდესაც ლამის ნახევარი ქალაქი გადაწვეს და არავინ არ დაშილა ამისათვის. და მან გააღრმოვა პოლარიზაცია, მან გააღრმოვა კონკრეტული ადამიანების ინტერესი, რომ ახალ-ახალი დანაშაულები ჩაედინათ. ამიტომ სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა არის ასევე დეპოლარიზაციისკენ მიმავალი გზა. და მეორე ჩვენ დავაინიცირეთ დისკუსიები, დებატები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, თუნდაც ამ საკითხს. რასაც ქვია სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში, მზად ვარ დისკუსიისთვის, ჯანსაღი დებატებისთვის და დისკუსიებისთვის. ყველა თემაზე საზოგადოებას უნდა გქონდეს განსხვავებული მოსაზრებების მოსმენის საშუალება. ჩვენ ღია ვართ ასეთი დისკუსიებისთვის, თუნდაც ამ საკითხზე. რაც შეეხება დამნაშავე პოლიტიკოსების პატიმრობას, დამნაშავე მოძალადეების პატიმრობას, ჩვენ მზად ვართ დისკუსიებისთვის და ყველა შეკითხვაზე გავცემთ სათანადო პასუხს. ვიზეს დასრულდა იმაზე ვთქვი. ვიზეს დასრულდა იმაზე ვთქვი. გავთ იმისთვის, რომ ეს ადამიანები გაათავისუფლოთ, გამომდინარე იქიდან, რომ მე მახსოვს შარშან იყო ერთ-ერთი კვლევა, რომელთაც თქვენი პარტიის ამომრჩევლებით ფიქრობდნენ, რომ სინდისის პატიმრების არსებობა პროცესში პოლარიზებას კიდევ უფრო მეტად გააღრმავებდა და პრობლემებს შექმნიდა. ეს თქვენი კვლევა მე ვერ ვფიქრობ. ერთ-ერთი თქვენი კვლევა. ზუსტი სახელი არ მახსოვს, მაგრამ თქვენს გეცოდინება თქვენი ამომრჩევლებით ამას პრობლემურად თქვენი კვლევის თანახმად კი ბატონო, მაგრამ ეს არ არის ობიექტური კვლევები. სიტუაციის დასაწყნარებლად შეგიძლიათ სიტუაციას გამოიყენოთ ან სხვა თავარი რაც ამშვიდებს საზოგადოებას და ამშვიდებს ქვეყანას, ეს არის სამართლის უზენაესობა. სამართლის უზენაესობა რომ არ იყოს სათანადოდ დაცული, თქვენ ნახეთ სადამდე მიიყვანა ეს ამ ყველაფერმა ჩვენი ქვეყანა, ხო? 5 რევოლუციის დელობა ქონდა იმის გამო, რომ სამართლის უზენაესობა სათანადოდ ვერ იყო, არ იყო, არამედ ვერ იყო დაცული ჩვენს ქვეყანაში. დღეს სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე, სამართლის უზენაესობა არის დაცული და ზუსტად ამან დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა, ამან გაამყარა ჩვენი პოზიციები საერთაშორისო ასპარესზე, ამან მოგვცა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნების საშუალება, რომ არა სამართლის უზენაესობა ეს ყველაფერი ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი. სამართლის უზენაესობა რომლებიც ციხეში არიან. არა, ციხეში ვინც არიან, მათ არა, ციხეში ვინც არის, მათ რა თქვია დებატები. თქვენ მიმართ ლოიალურად განცდით მედიაში თუ კი დებატებზე დასხდებით ვინ? ციხეში ვინც არიან, იმათ უნდა მოიხადონ სასჯელი, მათთან დებატებზე საუბარი ზედმეტია. საუბარი გვაქვს იმ ადამიანებზე, რომლებსაც შეიძლება ქონდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები, განსხვავებული მოსაზრებები, მათთან მზად ვართ ბუნებრივია დებატებისთვის, მაგრამ არა პატიმრებთან, რომლებიც კონკრეტული დანაშაულისთვის ხდიან სასჯელს. ასევე ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატოს წევრ 10 ქვეყანას რამ განაპირობა ეს შედეგი და რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ ეს შედეგი ყველა ობიექტური შეფასების თანახმად საქართველოს არის მოწინავე სხვადასხვა მიმართულებით და ერთ-ერთი ასეთი მიმართულება კორუფციის სიმცირე, სადაც ჩვენ უსწრებთ არა მხოლოდ ყველა კანდიდატ ქვეყანას, არამედ ევროკავშირის წევრ 10-მდე ქვეყანას სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით. ჩვენ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით დამატებით, როგორც მოგეხსენება, ჩარშანდელი წელი იყო გამორჩეული ამ კუთხით და გულისხმობ არა მხოლოდ იმ სასჯელებს, რომლებიც დადგა კონკრეტული ადამიანების მიმართ კორუფციული ბრალდებების გამო, არამედ პირველ რიგში გულისხმობ იმ ზომებს, რომლებიც მიღებული იქნა მართვის სისტემის გაუმჯობესებისთვის, კორუფციის აღმოფხვრისთვის. ეს იყო მთავრობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, ეს იყო მაგალითად ტენდერების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, ეს იყო პირდაპირი პრივატიზაციის
პრაქტიკის აღმოფხვრა და ასე შემდეგ. ყველა მიმართულებით მივიღეთ კონკრეტული ზომები იმისათვის, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ჩვენს ქვეყანაში კორუფცია და რა თქმა უნდა მიმართულებით აწარმოებთ განვითარების ბანკზე მინდა კითხოთ ბატონო ირაკლი გუშინ მარიამ ქრიშულმა თქვა რომ შეიძლება ენერგეტიკის მიმართულებად დაფინანსებოს და დაფინანსების წყაროამ განვითარების ბანკის რა იქნება უშუალოდ კრედიტებს გასცემს როგორც ჩვეულებრივი ბანკები თუ იმათ ენერგეტიკაში როგორ შევა თუ აი დეტალებზე როგორ ვთქვათ რა თუ შეიძლება ეს იქნება ძალიან საინტერესო და მრავალფუნქციური ბანკი რომელიც შეითავსებს რამდენიმე დღევანდელი ინსტიტუციის ფუნქციებს რაც შეეხება დეტალებს ამასთან დაკავშირებით გავაცნობ საზოგადოებას სრულ ინფორმაციას რა ფორმით იობირირებს ეს ბანკი, იმუშავებს ეს ბანკი, ამასთან დაკავშირებით ფართოდ გავაცნობ საზოგადოებას ინფორმაციას, როგორც კი დასრულდება ეს ინსტიტუციური რეფორმა. ან ენერგეტიკის სექტორს თუ და შეიძლება მოიცვას ენერგეტიკის სექტორიც, ამასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას დეტალურად მოახსენებთ. დაფინანსების კრედიტებს გასცეთ, აი კრედიტებს კითხვა გვაქვს, კრედიტებს თუ გასცეთ. დღესაც არსებობს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, რა ფორმითაც მუშაობს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ანალოგიური ფორმით იმუშავებს შესაბამისი ბანკიც ხო, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ. ან ენერგეტიკის განვითარების ფონდის გაუქმება იგეგმება ბანკი. ყველაფერთან დაკავშირებით საზოგადოებას გავაცნობ ინფორმაციას მაშინ, როდესაც მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილების სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. კულევის ფონდთან დაკავშირებით მინდა რომ კითხოთ თქვენ გუშინაც გააკეთეთ კომენტარი ამასთან დაკავშირებით, თუმცა მაინც გვაინტერესებს დეტალურად თქვენი პასუხი, თქვენ თქვით რომ მზად ვართ დისკუსიებისთვის, მათ შორის ევროკავშირთან. თუმცა არსებობს უკვე ვრცელდება ინფორმაციები სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით შესაძლოა სანქციების პაკეტში მეოცე პაკეტში აღმოჩნდეს კულევის სპორტიც. აი ამასთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია როგორ კიდევ? საქართველოს ძალიან მკაცრად იცავს ყველა წესს, რაც არის დაკავშირებული სასანქციო რეჟიმთან, ეს არის ჩვენი პოზიცია. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მზად ვართ დისკუსიისთვის, ინფორმაციის გაზიარებისთვის, აბსოლუტურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის ამ კუთხით, მათ შორის ევროკავშირთან. აი დოკუმენტში წერია საფუძველი, რის გამოც მეოცე პაკეტში მოხდება რუსული ნავთობის ტრანსპორტირება და ექსპორტი გემებით, რომელიც მაღალი რისკის გადაზიდვის პრაქტიკას იყენებენ. ანუ რუსული ნავთობი კულევის პორტის გადადის ჩრდილოვანი ფლოტის მეშვეობით და უკვე პრინციპში თქვენთან შეიძლება არა, მაგრამ ყოველკვირა ვსვამთ კითხვას კულევის პორტზე, რადგან სულ არის კითხვები. გადადის რუსული ნავთობი ან უკრაინის მიერ სანქცირებული გემით გადადის და ასე შემდეგ. და ვინ აგებს მაშინ პასუხს, თუ კი მართლაც დასანქცირდა ქართული პორტი? კულევი არის ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პორტი, ბუნებრივია, რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ თუ არის კითხვები, მზად ვართ კითხვებს გავცეთ პასუხი, დავინტერესდებით საქმის დეტალებით და გვექნება კონსულტაციები. აბსოლუტურად ღია ვართ ენერგეტიკის განვითარების ფონდის შეერთებას იგეგმება. ენერგეტიკის განვითარების ფონდი აღდგენას. თუკი რაიმესთან გაერთიანდება, როდესაც მიიღება გადაწყვეტილება, გავაცნობ საზოგადოებას შესაბამის ინფორმაციას. შეიძლება თქვენთვის ხომ არის ცნობილი ფაქტები, რომელზეც სვამს მედია კითხვას უკვე დიდი ხანია. მაგალითად 30 იანვარს შემოვიდა უკრაინის მიერ სანქცირებული გემი და მანამდე ამ გემის მფლობელები ამერიკამ და ბრიტანეთმა დაასანქცირა. ასევე ოქტომბერში იყო ასეთი შემთხვევა, როცა შემოვიდა გემი კაისერით, რუსული ნავთობი და როცა კითხვებია თქვენ არ მოგიკითხავთ ამ დრომდე რა ხდება? ჩვენ მზად ვართ კონდეს ფაქტებზე დაფუძნებული კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან. ეს არის ჩვენი ღიაობა, რომელსაც კიდევ ერთხელ ჩანაწერი რაც წავიკითხეთ. წარუდგენ პასუხებს ისე როგორც ეს საჭიროა, ყველა დეტალთან დაკავშირებით მზად ვართ წარუდგენოთ ინფორმაციას. დოკუმენტი და ჩანაწერი რაც მოიწვიეთ, ეს თქვენთვის არ არის საკმარისი ამბები, რაც რის გამოც შესაძლოა რომ დასანქციდეს და ეს არის აქტუალური საკითხი, ჩვენთვის საინტერესო საკითხი და კიდევ ერთხელ გამოხატავთ სრულ ღიაობას, კონდეს კონსულტაციები ევროკავშირთან თითოეულ დეტალთან დაკავშირებით. და პოზიცია რა არის ხელისუფლების, რატომ გეხმარებით? ევროკავშირს გავაცნობთ, არავის არაფერში არ ვეხმარებით, ევროკავშირს გავაცნობთ ჩვენ პოზიციას და ინფორმაციას ყოველთვის დაკავშირებით. ჩვენ ვიცავთ სასანქციო რეჟიმს, სათანადოდ ეს არის ჩვენი საერთო დამოკიდებულება, რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, სად ვართ ევროკავშირთან კონსულტაციებისთვის. მიუხედავად სასახლეების კონფერენციასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა, 13-14 თებერვალს გაიმართება ეს კონფერენცია. გასულ წელს ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველოს მთავრობიდან არავინ არ იყო ამ კონფერენციაზე წარმოდგენილი. მიუხედავად სასახლეების კონფერენციას გულისხმობ. წელს თუ შეიცვალა ამ ხრივ რამე და თუ
მიიღეთ მოსაწვევი მაგალითად რომელიმე წევრმა მთავრობიდან. ჩვენი წარმომადგენელი იქნება მიუნხენის კონფერენციაზე, რა ფორმით იქნება მთავრობა წარმოდგენილი, ამაზე მოგვიანებით გაიგებს საზოგადოება. მოგვიანებით გაიგებს საზოგადოება ამასთან დაკავშირებით. დეტალურად ეს იქნება მაგა ბოჭორიშვილი თუ ვინ იქნება? შეიძლება იყოს მაგა ბოჭორიშვილი, საზოგადოება გაიგებს ჩვენგან ამასთან დაკავშირებით, როცა იქნება საჭირო. მე არ ვქნები მიუნხენის კონფერენციაზე. შეიძლება რომ იყოს მიუნხენის კონფერენცია. მე არ ვიცი ეს რას გეუბნებათ. კიდევ ერთხელ მთავრობა მიიღო მოსაწვევი, მთავრობის წარმომადგენელი იქნება ამ კონფერენციაზე, ეს არის რაც შემიძლია გითხრათ. თუ შეიძლება JD Vance-ს გითხავთ, ასევე ის სამხრეთ კავკასიაში მოგეხსენებათ სომხეთში ჰქონდა შეხვედრები და ფაშინიანთან მნიშვნელოვანი ეკონომიკური და უსაფრთხოების შეთავაზებით ჩავიდა. მაქვს კითხვა შეეძლო თუ არა, ან იყო თუ არა შესაძლებელი, რომ ჩვენთანაც გქონოდა შეერთებული შტატების მაღალჩინოსნის შეთანხმებები ან შეთავაზებები, რატომ არ ხდება ჩვენთან ეს და თუ მიპასუხეთ რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ გააფუჭა ჩვენი ურთიერთობები, გავიდა წელიწად ნახევარი და რატომ ვერ ხდება ურთიერთობების აღდგენა? ჩვენ გამოხატული გვაქვს ჩვენი პოზიცია. მზად ვართ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის. ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო პოზიცია, ველოდებით შემოხვედრა ამბიციებს. ძალიან მარტივად არის. ახალი ბანკი კრედიტებს გასცემს, აი ამაზე მიფიქრეთ რა, კრედიტებს გასცემს. ყველა დეტალთან დაკავშირებით მოგვიანებით წარმოვიდგენთ. ბატონი რა არის სამდი, აბა რატო იმას კრედიტებს გასცემს? კრედიტებს გასცემენ დღეს კონკრეტული ინსტიტუციები, რომლებიც მათ შორის ამ ბანკში იქნებიან გაერთიანებული, ბუნებრივი ამ ფორმით გაგრძელდება ბანკის ფუნქციონირებაც. ხო, კრედიტების გაცემა ეს არის უკვე ჩამოყალიბებული პრაქტიკა, ბუნებრივია ბანკის პრაქტიკის ნაწილიც იქნება კრედიტების გაცემა. საქართველოში კრედიტებს არ გასცემს ბატონო ირაკლი. კრედიტებს არ გასცემს აწარმოებს სუბსიდირებას იქნება ბატონო ირაკლი. თუ შეიძლება კრედიტებს არ გასცემს აწარმოებს საქართველოში. ინსტიტუციური რეფორმა დასრულდება და დეტალურად წარმოგედგენთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით იმუშავებს ბანკი. გასცემთ იმის საფუძველს ამერიკასთან გადაიჭრება ეს ურთიერთობები ბატონო ირაკლი. თუ შეიძლება ასეთ იმიტომ რომ მაგალითად რეგიონში იქნება საჯარო საქართველოს არსად. ამდენი ხანიც იქნება საჯარო დავალდება, ამ ხანს დავალდება. აი სახელმწიფო დეპარტამენტში რომ იყო მინისტრის მოადგილე და JD Vance, იგივე JD Vance ხომ შეხვდნენ მილანში, ხომასე ამბობ. და რატომ ვერ მოხდა მაგალითად სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის ისე დაგეგმა, რომ საქართველოში ჩამოსულიყო? ჩვენ ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას. რამდენიც იქნება საჯარო? და დონალდ ტრამპს ახალ ადმინისტრაციას ზაზა შათირიშვილის პოზიციას როგორ გამოეხმაურებთ? ეს არის ზაზა შათირიშვილის პოზიცია. ხო, ზაზა შათირიშვილის პოზიცია, მე მაქვს ჩემი პოზიციები, რაზეც საჯაროდ ვსაუბრობ, ხო? მე მაქვს ჩემი პოზიციები, რაზეც ვსაუბრობ. რასაც მე ვამბობ, ის არის ჩემი პოზიცია, რასაც ამბობს ზაზა შათირიშვილი, ის არის ზაზა შათირიშვილის პოზიცია. მე ისი თქმაც მინდა ხოლმე არ მიჭერს იმის თქმა, როგორც მოგესალმებით. თან ურთიერთობები რომ არის დონალდ ტრამპს რას საწყობთ მის ბოლო ქმედებებში? ამარცხებს დიფეიქს თუ ვერა? ჩვენ ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატების შემოქმედებით პოზიციას, ვნახოთ მოთმინებით და ველოდებით მომავალშიც იმედი გვაქვს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა განახდება საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების შორის. საქართველოს სადარის ინფოზე, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი მოდიში რა ამერიკასთან დაკავშირებით ვაზრობთ. საქართველოს სადარის საერთაშორისო დღის დასწრება გულისხმობს JD Vance-ის ვიზიტს რეგიონში, სადაც არ არის მოაზრებული საქართველოს. ეს რას ნიშნავს? ბატონო ირაკლი და ამის ფონზე როგორ შეიძლება ამტკიცოთ ის, რომ ამერიკა საქართველოს შორის ურთიერთობები გადაიჭრება? ამ მნიშვნელოვანი ტურნეს ფარგლებში არ არის მოაზრებული. მე არ ბზარო ამტკიცებ, მე გითხარით რომ მოთმინებით ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას. მოთმინებები სამოგეწურება. არასოდეს. რამდენი ხანი შეიძლება რომ თქვენ რა ნაბიჯებს გადადგამთ იმისათვის რომ ეს ურთიერთობები გადაიჭროს ბატონო ირაკლი? თქვენი და რა იქნება გადადგამული? თავარი ნაბიჯი გვაქვს გადადგმული, ღიად გამოხატეთ ჩვენი პოზიცია სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით. თქვით რომ მზად ვართ ყოველგვარი წინასწარი პირობების გარეშე განვიხილოთ ყველა დეტალი და კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება ორი მხარის ინტერესები, სუფთაფურცლიდან განვახილოთ სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის ჩვენი პოზიცია, ხო? ჰელსინკის კომისიაში რომ გაიმართება მოსმენა ჰელსინკის კომისია არავისთვის არ არის საინტერესო. ჰელსინკის კომისია არავისთვის არ არის საინტერესო. აი ამ სტრატეგიული ურთიერთობის ჰელსინკის კომისია არის დიპ სტეიტის პატარა ნასხლეტი. ბატონო ირაკლი.
ამერიკულ სტრუქტურებში, რაც თვითონ ტრამპის ადმინისტრაციასაც არ აინტერესებს. რამდენიმე ფოტო რაც გამოგვიყოდა ჯეიმსთან და მარკო რუბიოსთან ბატონო ირაკლი რამდენიმე ფოტო ალბათ სახტეპის მაღალჩინოსებთან შეხვედრაზეც გამოიხადა ეს სურვილი. რაიმე დაპირება მიიღეს თქვენ კონდეთ საუბარი, მზაობა, ეს მზაობა მაგალითად ამერიკელ მაღალჩინოსებს აქვს თუ არა? პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა საჯაროდ ისაუბრეს იმ გზავნილებთან დაკავშირებით, რაც მოისმენეს. და ეს გზავნილები, რა თქმა უნდა, ჩვენ გვიმყარებს ოპტიმიზმს, დანარჩენი ნახოთ, მოთმინებით, დავალოდებით ამერიკის შეერთებული ჩვენ შტატებში. ამერიკული ხარის პოზიცია არ მოგვისმენია ბატონო ირაკლი. არ მოგვისმენია. პოზიცია და სხვა მტკიცება არ მოგვისმენია, რომ ამ შინაარსის საუბრები იყო. არ მოგვისმენია, ამიტომ მოთმინებით, ველოდებით კვლავაც ამერიკულ პოზიციას. გარკვეული კითხვა და წავიდეთ. მიხელ ყაველაშვილის ეს განცხადება რატომ უნდა იყოს სარწმუნო საზოგადოებისთვის, როდესაც ის საუბრობს, რომ ამერიკულ მხარეს აქვს წმენა ესეთი რაღაცა ვერ დააძალებ ადამიანს. წმენა არის წმენა. ან ის სიტყვაზე უნდა დაუჯეროთ. უნდა ირწმუნოთ. ბატონო ირაკლი, ფასებზე როცა საუბრობდა გარდაულ გარიგებებზე, რას გულისხმობთ, იმიტომ რომ ჩვენ კი არსებობდა ბიზნესის გარიგებები, ხომ არ იყო ეს გარიგება ყოფილ მაღალჩინოსებთან, მაგალითად იედუაშვილთან, ან ღარიბაშვილთან გარდაულ არ ამგონია, არაფერ შუაში არიან თანამდებობის პირები. შეიძლება ყოფილიყო ბიზნეს სუბიექტებს შორის შესაბამისი კარტელური გარიგებები, რაზეც რა თქმა უნდა მტკიცებით ფორმით ვერ ვისაუბრებთ, ამაზე შეიძლება კონკრეტულმა უწყებებმა რაიმე ინფორმაცია მოგვაწოდონ, მაგრამ ზოგადად ეჭვს აჩენს მაღალი ფასები. ეს არის ერთ-ერთი რაც შემიძლია გითხრათ. დანარჩენი ვნახოთ. ჩვენ არ ამგონია. რა შუაში თანამდებობის პირები. რაც შეეხება ჩვენს მიდგომას ბიზნესის მიმართ, ბიზნესი არის თავისუფალი, ბიზნესი დარჩება აუცილებლად თავისუფალი, დარჩებით კონსულტაციების რეჟიმში და სწორედ კონსულტაციების საფუძველზე გვაქვს იმედი, რომ მოვახერხებთ ფასების შემცირებას. პირდაპირ ეთერში უსმენთ ირაკლი კობახიძეს, პრემიერ-მინისტრს ჩვენ